სამ კითხვაზე პასუხის მისაღებად. პირველი, ხართ თუ არა ჩართულები თქვენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის განკარგვის პროცესში. ხართ ჩართულები. ესე გეკითხებია. გაიყიდოს თუ არა ეს მიწა, გადაეცეს თუ არა ეს მიწა, ექვემდებარება თუ არა იჯარას, ამაზე პასუხი თქვენ გეკითხებია. ერთია კითხვა, მაგრამ ითვალისწინებენ თუ არა ეს მეორეა. ნაკლებად? თქვით, მამა. და შესაბამისად გავდივართ და სანაპიროთან მოვიდოდით, ასე იყო შემოსული და ქართული ნახეთ დავათვალიერეთ ამჯერად მასივში, სადაც სიმინდი აქვს რაღაცას მოყვანილი და გავასკუსოთ თუ არა. ჩვენ მოვიყვებით ახლა ვინ არის ამიწის მფლობელი, ვინ ამუშავებს და შესაბამისად მიწას წერს, რომ ამიწას ამუშავებს. ფაქტიურად ფლობს ვიღაც. ფაქტიურად, ახლა რამდენად კანონიერად ფლობს, ეს მეორე საკითხი. შემდგომ უკვე ქონების გადასაწყვეტია, როგორ მოქმედებს. შეიძლება თვითონ მასა აქვს ეს განაცხადის გაკეთებული, ვიწყდა ხელით და თუ გავიგეთ, რომ ახლა ყოველში ვიცით, მაგრამ არის შემთხვევა, რომ არ ვიცით ვინ არის. კი. ახლა არ ვიცით და ვიღაცა მალავს, არ ამბობს. და შესაბამისად ამ მისი განაცხადი ამ კიდე ვიღაც ხვის და შემდგომ ქონების გადასაწყვეტია გაასვისებს თუ არა. ჩვენ პასუხად წერთ, რომ შეეგულია და ვიღაც სარგებლობს. ან ვიცით სარგებლობს და შესაბამისად. ხო, წალიჩი ხაშთა ჩხოროწყუში ვიყავი და ჩხოროწყუში გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უარი უთხარითო ჩვენო, მაინცო გასხვესდაო ის მიწის ნაკვეთი. ხო. ეს ესეთი ფაქტიც დაფიქსირდა და უბრალოდ მე მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა მსგავსი რაღაცები ხდება. ესე იგი, თქვენ ასეთ ვიზე მაინც ხართ ჩართულები. ეხლა მეორე კითხვა. როგორ შეაფასებთ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის განკარგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებს? როგორც ახლა მე გითხარით რა, სასოფლო-სამეურნეო მიწაში ერევა ეკონომიკის სამინისტრო ან სატყეო დეპარტამენტი, თქვენ მიგაჩნიათ ეს მართლობა? ალბათ ყველაზე უყრიანი იქნება იყოს დეცენტრალიზაცია და მუნიციპალური მიწები უნდა ქონდეს მუნიციპალიტეტს, რომ სამართავადაც, საკონტროლოდაც და ყველაფრისთვის რა, ეს მართლა ეგრე არ შეიძლება და თქვენც მე მგონი არ იქნებით წინააღმდეგი, რომ ერთი რეალური პატრონი ყავდეს მიწას და ასე მარჯვენა მარიცოდეს მარცხენა რას აკეთებს. შემდეგი საკითხია. როგორ შეაფასებთ საჯარო რეესტრის საქმიანობას მიწის ნაკვეთებზე უფლება და სისტემური და სპორადული რეგისტრაციის მიმდინარეობის მიმართულებით. ეს სისტემური რეგისტრაცია რომ გრაფიკის დარღვევით და ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდად მიდის და ამაზე მე უკვე არაერთხელ მითხრეს, რომ ისეთ მიწებს ასხვისებენ კი არა. სოდინრობა არ ვიცი, აი ვერაფერს ვერ ვიტყვი. სხვათა შორის კომისიის წევრებმა მითხრეს იმერეთში. იმას რაზე ჩვენ ვიშლივნენო აღიარებასო. თვითონ ურეგისტრირებენ ახლა იმ ხალხს. ჩვენ ვინ გამოვდივართო? ხალხი უკვე ჩვენ გვიძახის, რომ თქვენ აფერისტებო, ფული გინდოდეთ და იმიტომაც დაგვირეგისტრირებთ. სახელმწიფო პროგრამის გაუყავიოს 1000 დაპასუხი გავცე 200 გადაუყლაპე სამჩაყლაპა სამწაყლაპა ეს არ ჩანს და ყოველთვის უარებით არის ასეთ ხარვეზებს და უკან წერილობი დაეთხოვებინა ძველი რეგისტრაციის ნახაზის რა ეს სახელმწიფო დაგვრჩენის ყველა მუნიციპალიტეტის მიწაზე ანალოგიური თემა ქონდა. 100 პატარა დაებადა სახელმწიფო პროგრამაში 1000 გახდა ეს ასპარატ თანარჩაკეთე ჩაგდრეს სახელმწიფო. ხო. სახელმწიფო როგორ გვარდება ჩვენ როგორ შეიძლება რა ვაკეთებ ეს ასპარატი რა პრობლემა არის. თანამესაკუთრე რო ყავს შანსია. ასპარატი როგორია სახელმწიფო ვერსია საჯაროში არ ყია რომელი იყო ასპარატი რომელი
1200 ხო აგვიზომა პირობიდან 1000-იო თქვენიო და 200-იო სახელმწიფოსიდან ცალკე გამოყოფილი არა არის რომელია ერთ სახელმწიფო ამავე ფარჩი ერთ ლასვისზე აი ეს ყველაზე მეტად სწორედ არაპროფესიონალიზმი უყავს საქმეს და ყველაზე ცუდი იცით რა არის შეიძლება არ იცოდე ყოველთვის მომყავს ხოლმე მაგალითად ოთარ დანელია თქვენებული კაცი იყო იურისტი არის რა იურისტი იმას სოფლის მეურნეობის არაფერი არ იცოდა მაგრამ არც კითხვა რო შემკითხებოდა სპეციალისტი არც ის ეზარებოდა არც მოსმენა და არც იმის თქმაერიდებოდა რომ მე ეს არ ვიცი და გამარჯვეთ რო არ იცი კაცო რას იკლავ თავს იკითხე მეც არა ვარ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი მაგრამ 3 წელი ვსწავლობდი იმის გულისთვის რომ ყველა დარგზე წარმოდგენა მაინც შექონოდა რომ ვიღაცა რაღაცასო შემეკითხებოდა მე პირი არ უნდა დამეღო მე უნდა მწოდონებოდა მე არა ვარ მეფუტკრე მე ვარ მეცხოველე მემენდრე ფერმერი მაგრამ მეფუტკრეობაც გავიარე მეთევზეობაც გავიარე იმიტომ მე ზოგადი წარმოდგენა უნდა მქონდეს ყველაფერს მაგრამ ჩვენ და სამწუხარო სწორედ ეს ახალგაზრდები რომელსაც ტრენინგს გაატარებენ ასწავლიან რომ ვიღაც რომ მოდის ღიმილით უნდა შეხვდე აი ღიმილის უკან გაყინული თევზის თვალები როა და ცოდნის ნატამალი არ არის იმას კი არ ეუბნებიან რომ ისწავლე შვილო რომ შეგეკითხებიან პასუხი უნდა გასცე ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი გამახსენდა ახლა დანერგი მომავალი ძალიან კარგი პროექტია მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში რაღაცა არასწორად მიდის ხოლმე და ეს ხო თანხები იხარჯება ამაში კაცო ეს ისე ხო არ არის ვიღაცა ხვალ ჩუქნის ჩვენი გადასახადებიც არის ამაში და ჩვენთან შემოვიდა ძალიან ბევრი საჩივარი და გულის წხრომა რომ კაკლის ბაღები ხმება გავინტერესდით რაშია საქმე და უზარმაზარ ტერიტორიებზე გაშენდა კაკალი და ნახევარი აღარ არსებობს უკვე მიზეზი ხო გვაინტერესებს ოფიციალურად მივწერეთ პროექტების მართვის სააგენტოს და ვითხოვეთ რომ თქოთ მოვაწოდეთ ინფორმაცია ბაღების გაშენებიდან მე-5 წელია გასული როცა უკვე სმოიარობაში უნდა შევიდეს კაკალი თქოთ გვაცნობოთ რამდენი ბაღი გაშენდა და მათ შორის დღეს რამდენია სიცოცხლის უნარიანი ზუსტად 2 კვირის თავზე მიერეკავს ვიღაც ახალგაზრდა გოგონა ტელეფონში ეთქობა ხმაზე ახალგაზრდა და მეკითხება ქალბატონო ეს კი მივხვდით რომ რამდენი გაშენდა რომ ამის სტატისტიკა მოგწოდოთ მაგრამ რას ნიშნავს სიცოცხლის უნარიანი შემეცოდა ეს ბავშვი ძალიან კბილად ძალიან თბილად აუხსენი რასაც ნიშნავდა და მეორე უარესობას დავუწყო იცით რა ქალბატონო ჩვენ სულ არ გვაინტერესებს რა მდგომარეობაშია ახლა ეს ბაღი რას კი არ გაინტერესებს როდესაც შენ იხდი საკმაოდ დიდ თანხას ნერგში მიწის ანალიზში გასარწყავიანებაში ძალიან ბევრი თანხები მიდის შენ არ უნდა გაინტერესებდეს სად მიდის ეს თანხა ის მაინც ხო გაგიგია ვინც ფულს იხდის მუსიკას ის უკვეთავსო შემამაცხონებულ ეს მაინც გაარკვე სხვათა შორის ეს აგროდაზღვევის პროექტი რომ არის აგროდაზღვევის პროექტში ვიყავი სულ ვიბრძოდი და ბოლოს იმ დღეს დამირეკეს და მითხრეს რომ მე როგორც იქნა მიაღწიო ძალიან კარგი პროექტია მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იღებს მონაწილეობას ალბათ თქვენთანაც ეს იქნება მეორე საკითხი ის იყო ფერმერული მეურნეობის სტატუსი ეს სწორედ მცირე მეურნეობის მცირე საოჯახო მეურნეობის არავის სახელი და გვარი არ გიტანე აი ამ გამოკითხვის პრობლემებს არავის სახელი და გვარი არ წერია ეს არის ადმინული მაგრამ ჩვენ თუ ჩათვლით რომ რაღაც ისეთი საკითხია რომელიც ამ გამოკითხვის ფორმაში არ არის აღნიშნული და თქვენ ჭირდება რომ ამას იმავწევთ ყურადღება შენიშვნაში შეიტანეთ და თუ ჭირდებათ რომ ჩვენ დავიკავშირდეთ საკითხის უფრო ღრმად გარკვევისთვის შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარი მიაწეროთ ეს იქნება ჩვენი საურთიერთობო და არასააშკარო ყველანაირად ვთქვით რომ დავიცვათ კონფიდენციალობას მაგრამ დავიცვათ სიკვდილს ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი პირველი კითხვაც ეს არის ხარ თუ არა ჩართულები
თქვენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის განკარგვის პროცესში. ხარ ჩართული? როგორ შეაფასებთ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციას? სადაც ჩატარდა განსაკუთრებით პრაქტიკად მაინტერესებს. როგორ ვფიქრობთ? სწორად მიდის? აღწერთ. სადაც ჩატარდა? ჯერ სადაც არ ჩატარებულა ეს სისტემური მაგას ვერ ვთქვი, მაგრამ სადაც უკვე ჩატარდა, რას იტყვით? ასე დადებითად და უნიშნელო შეფერილი უნიშნელო.
არა ერთი ტიპია ეს დავჩამართ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დღეს მაინც მოვაქციო. მაქსენების რაიონის. მაგრამ ელექტრონულ სისტემაში არ არის წიგნია შენახული და გასაკონდა ყველას. ეს საქართველოში მუშაობდა და ეს წიგნი სხვა მოთხოვა და შემობრჩა. იმიტომ რომ ჩვენი შენობა ადმინისტრაციული დაიწვა. და მაქვს ამ ეტაპზე ის ძველი წიგნი აი ამოდენა მიწათსარგებლობის გეგმის მაგრამ არ გამოგადგება ვერ იყენე ნიადაგებით სცენარებით ასეთი სიღნარის რაიონის ეკონომიკური განვითარების ატლასი თავისი ნიადაგებით კლიმატით და ყველაფერი ნაკავზე გადაგდებული ვიპოვე და შენახული. არა მე მაქვს შენახული. ნარგილიდან არის აღებული. იმიტომ ჩვენი შენობა დაიწვა ადმინისტრაციული და იმიტომ მოხდა თორე შემასწავლებელი საკმაოდ ქონდა. კი, აი ეს შეიძლება იმ მასალებს იმაში დიდი წვლილი უძღვის არქივსაც. მიწას რატომიცი ბალანსი არ ქონდა. ბალანსის გარეშე არქივს დავალება ქონდა მიცებული რომ არ მიიღო ის საბუთები. და ამიტომ არ მიიღო და მაბატიებ და მთელი დამჭირდა ძალით შევტენე არქივს და დღესაც არგებლობენ აი კომუნიკაციალურ რაღაცები რო ის ჩვენი იტალიური არქივში ვიღაცები ბიჭები დამეხმარდნენ კიდე წაგებაში რომ არქივმა არ მიიღო მიწათსარგებლობის ბალანსის გარეშე და ის ბალანსი რაღაცა აორთქდა არ ვიცი აღარა მე რამ გამოიწვია მოხდა რეორგანიზაცია ის მუშაობდა ის გაანთავისუფლეს სხვა მოიყვანეს იმას თავისი პრინციპები ჰქონდა ესენი გადამალა და ინტელექტუალური მარტო ხელისუფლების ბრალიც არ იყო ადგილობრივების ბრალი იყო ბევრი რაღაცა ხა სხვა დავაგროვო ეს არის ამან გადაგვიდება ხო ის რაც სახელმწიფო გაყიდა პიროვნებებმაც ძალიან ბევრი რაღაცა არ გამოაჩინეს ის როგორც აპირო იყო ის კი, და უბრალოდ ჩქარო კომერე ეკონომიკის ეს აწარმოი საქართველოს შეხვედრაც უნდა იყოს და ხელი არ მინდა შეუშალოს. ისეთ კარგ პროექტებს ახორციელებენ, რომ პირიქით ხავს უჭერნია. ერთი სიტყვით აი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია მიწას მართავდეს ერთი კონკრეტული და რეალური პატრონი და ამაზე ვიბრძვით, რომ ეს ბოლომდე გავიტანოთ. მართალია ბევრს არ აწყობს, მაგრამ მიწას უნდა ყავდეს პატრონი. ეს საქმეზე რომ იდგა პროკურატურაში გვარბენია და დაგიჭერდა გითხეს ბევრი იყო მოწვე ამისი ისეთი ხამები გვათენებინეს პროკურატურაში ვის გამო რომ კავიკერა მიღია და მუშაობდით ხელფასო. ჩვენ სამსახურზე ზე დამტებული. ზუსტად ამაზე ეს იყო არ იყო ეს რატო იყო მაგალითად ბოდიშნოკი იყო თბილისი აი თბილისი შეიძლება და ჩამიდან იყო ის კაცი მეტროში ავტობუსი და მისულიყო მეორე ობიექტზე და ჩვენ სოფლებში ხალმანქანა რაღაცა და ისე დავდიოდით ხოლმე ხოლმე კაპიკი დაჩაგვრები ვიყავით იმიდან რა თბილისგან განსხვავებით ხო ეგრე იყო ეგრეა და უნდა გამოვასწოროთ ეს იგი მივიღეთ ასეთი შედეგი 3 წლის განმავლობაში 40 მუნიციპალიტეტში შევიდა 67117 განცხადება საიდანაც დაკმაყოფილდა მხოლოდ 27527 23895 ეთქვა უარი და 3724 არ იქნა განხილული და გადაეცა საჯარო რეესტრის სისტემურ რეგისტრაციას. გამოჭიროთ მობრძანებით. ამის პარალელურად ჩვენ დავიწყეთ ფერმერების გამოკითხვა, ეს იყო 960 ფერმერი გამოვიკითხეთ მთელ საქართველოს მასშტაბით. ეს იყო ბრმა შერჩევა, იმიტომ რომ ესენი ჩვენი ბაზები გვაქვს და შემთხვევით შერჩევით ამოვარჩიეთ 960 ფერმერი გამოკითხულთა 21%-მა
დადებითად შეაფასა ამ კომისიების მუშაობა 39%-მა უარყოფითად, ხოლო 40%-მა თავი შეიკავა პასუხისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინიც არ აფასებდნენ კომისიის მუშაობას დადებითად. გამოკითხვა ჩავატარეთ სადღაც მარტი-აპრილის თვეში, ანუ ლეგალიზაციის კომისიის მუშაობების შეჩერებიდან 3-4 თვეში და წარმოიდგინეთ, რომ 61%-მა იცოდა ამ კომისიებისთვის მუშაობის შეჩერების შესახებ. და საინტერესო არის აი ეს, რასაც არ ველოდით და მიხარია, რომ ეს ფაქტი ასე დადასტურდა. გამოკითხულთა 75%-მა, მათ შორის მათაც კი, ვინც უარყოფითად შეაფასა ეს კომისიები, ამბობენ, რომ კომისიებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ოღონდ გაუმჯობესებულ ვარიანტში. და რას ნიშნავს ეს გაუმჯობესებული ვარიანტი? ზუსტად ის, რაც თქვით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო კომისიებია, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი სამსახურის სტატუსში, თავისი არასაუბრებადი თანამშრომლით და სპეციალისტით, თავისი მატერიალური ტექნიკური ბაზით. ეს არის ფერმერების აზრი, მაგრამ ხო გაინტერესებს თვითონ კომისიის წევრების აზრი? ჩვენ გამოვკითხეთ 233 წევრი. ეს იყო პირდაპირი გამოკითხვა, იმიტომ რომ რეგიონებში გავაკეთეთ შეხვედრები, სადაც გუბერნიერმა დაგვიორგანიზეს შეხვედრა, რადგან მე არაერთხელ მოვუხადე მათ მადლობა და აი ნახეთ რა ხდება თვითონ კომისიის წევრებიც კი მხოლოდ 20.2% ამბობს აფასებს დადებითად, ანუ მაღალი ფით აფასებს კომისიის მუშაობას და შედარებით უფრო დიდი პროცენტი არის აი ეს საშუალო შეფასება. ანალოგიურად, როგორც ახლა თქვენ ბრძანეთ, ანალოგიურად იმათმაც თქვეს, რომ აუცილებელი არსებობდეს ასეთი კომისიები, ოღონდ განსხვავებული ვარიანტი. და ჩვენ რო შევთავაზებთ, რომ ფერმერებმა ასეთი რამე თქვესო, მათაც გაუხარდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვაკეთებთ შუა მდგომლობას და ვითხოვთ, რომ ამ კომისიებს უნდა აუდგეთ თავის სამუშაო, იმიტომ რომ საჯარო რეესტრი რომ დაამთავრებს მუშაობას და იქამდე სერიოზული პრობლემები შეიქმნება მე ვიცი რეგიონებში. მე თქვენთან მოვედი სამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, სამწუხაროდ ძალიან ვჩქარობ, რომ შემდეგი შეხვედრა არ გადავყარო. თქვენგან მინდა მოკლე პასუხები გავიგო. ხართ თუ არა ჩართულები თქვენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის განკარგვის პროცესში. მე ვარ საჯარო რეესტრიდან მოდის N რაოდენობის განცხადებები, მარტო განცხადებები. და არა, მოდის განცხადებები და ჩვენ უნდა წავიდეთ ადგილზე, უნდა დავათვალიეროთ სიტუაციაში, უნდა გავერკვეთ. ახლა რომ შეკითხვას, ერთი კვადრატული მეტრია სხვაობა. აი ერთი კვადრატული მეტრი თქვა, ხო შეიძლება თვითონ საჯარო რეესტრმა გაასწოროს ამ ხაზოვან იმ ერთ კვადრატულ მეტრზე 2-ზე, 5-ზე, 10-ზე, რომ არ გირბინო, ეს ერთი. მეორე არის ხერე, არის რაღაცა მიწის ნაკვეთი, რაღაცები და ამის გასწორება თვითონაც ხო შეუძლია. ყველაფერს ატარა რაღაცა რო იყოს ნიუანსი, ყველაფერს ჩვენ დღეს შეიძლება მოვიდეთ 30 განცხადება. ვართ საშინელ დღეში. გასაგები. მარტო ის კი არის, მე არის სადავო საკითხები. აი უბრალოდ მოვიდა მხაზველი. ყველა მიცის ეს ახლა არ ამბობენ ესენი თორე. მოვიდა მხაზველი, აი მოვიდა მხაზველი და მოვიდა ეს ვიღაც პიროვნება და უთხრა ეს ჩემია. მოაზომინა საზოვარი, არც შეყოლებული არ არის, არც ეს არ არის, არავითარი კვალი ხო წერია რომ 2007 წლამდე უნდა სარგებლობდეს 20 წლამდე. არავითარი კვალი არ არის სარგებლობის. მაინც მოხაზულია გიმკაცი და გააგზავნა საჯარო შეგიგზავნეს და ისე უნდა იჭრიტოს ამ სოფლის წარმომადგენლები და იგივე სიტუაციაში ვართ ამ მომენტში საჯარო დავალების შემსრულებლები. ცუდ საქმეს კი არ აკეთებენ, ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ეს ხალხზე არ უნდა იყოს. აბას ბოდიში დამიდალი მომნა გასაგებია წარდაპარაკი. ამას უნდა მიხება. თუ კომიტეტში მიბრძანდებით თუ არქივაზე იქნებით. და გარემოსდაც რა ნაკვეთია ბრძალა. ნაკვეთია რა მიწის არქივა რომ საფლავზე რომ გაგვეყარა მიწა ეს ასაღებად გინდოდა მე იმაში ირლანდიაში და ჩინეთში გავიყოდა გასაგებია. აი რო არის ფიჩიცება. რა ხომის ზრდია ხურები კიდის რომ ხურები ვარ და უნდა ზოგ საქმეზე შენდება სოფელი უნდა შენდება. ამათ ხელში სოფელი არ შენდება ეხლა გარემოსდაც არ ვარ. სორია. სამშენებლო ხორხი უნდა, ქვიშა უნდა,
მოიტანე სამტრედიდან მოსახა არის სახლის წინა. როცა ორნაბიძე. და მე სარბენია იმდენი ის არის რა ქვია სადნახეს ესეთი ოჯახში გაზრდილი არ მგონია ის ხალხი რო იყოს. საფლავის მიწას რო გაკლები. კანონია მოსეთი და კანონი არ არის ოჯახში გაზრდილი თუ ხარ გია უნდა იცოდე რომ საფლავისთვის მია. გლეხი უნდა აღგეს სამჯერ უნდა წავიდეს ზუგდიდში აქ რაღაცა საბუთი გააკეთო მე გამგეობასთან მე გარემოს დათვალთან და ნალია გასაკეთებელი ნალია ხუთი ერების წარიჭდა და სახში უდგას ხმელა აკაცია რაღაცა და ვერ წერს ეს საშინელი სოფლის გამგონილია და იცის ყოველდღიურად ვაწყდები ზანალუს არასეთ სიტუაციის. არ შეიძლება ეს არ შეიძლება ასე ებია რომ მოგდეს ბაბუა მაგას იყიდის მიწას ის იყიდის ის გარემოში მუშაობს არის ასეთი კონტროლი და ასეთი კილომეტრი სხვა არც იმას არა ამაში ალბათ რაღაცას ისინი ალბათ ეგულობენ ალბათ ამიტომ გარბის კაცი ვერ აშენებს ის კაცი საერთოდ ჯობია ეგრე აშენებული ისეს ხო იბალოზე იქ შევიდეთ ვიგრა რაზე გააშენებდა როგორ თუკი ერთი აგე სოფლის ხელმძღვანელი არიან ერთი ფურმერინას ვერ მისცემენ ეს არის ხომრას მოჩვენე არა ხომრას არა ოჯახებია იყოფა სამი ბიჭი ყავს ორი ბიჭი ყავს ის ყავს ერთმანეთო შვენიერი თუ ერის გამრავლებაზე ბევრს ლაპარაკობენ მაგრამ როგორ გამრავლდეს იმაზე არა თუ საქმე არ მიეცი თუ კარი არ მიეცი რა იქნება თავის გემოზე ნამდვილად ვერ ამავთორებს გასაყიდებია საფეს ასაშენებდა საკუთარი მოყოლებისთვის რო აიღოს ობის ძილზე არ ბალანსი ყავს და ვეღარ მიაცა როდა იჭირონ შედადარებული მე რატო დააყენებენ მანქანას აქ პოლიციაში თვითონ ეს მანქანა იყო დამნაშავე მანქანა დგას ფერი მაგისტრე ერთი დღე დგას მანქანა გარშემო ტექნიკა როგორ მას მიეცით და მიეცეს კაცო რა შეიძლება საი ვიცის რეგისტრაციაზე რომ ხალხადო ლაპარაკი აგიარე ვენელა სოფლები არის ჯემადია კაცია პედაგოგოს შანსი დეკემბერში უნდა დამთავრებული იყო ჩემი სოფელი და დღესაც არ არის საკუთარ ეზოში მოჭრილი აი ბოთლის სინცხო ჩემთან სამსახურში ყრია დაჭრილი და პოლიციამ წაართვა გარემოს დაცვამ წაართვა და დაყარეს დალყა ისეთი წვრილი ისიც შვილებს დიდა სვანების უპატრონო დედმამის შვილებს დიდა ეს თხოვეთ ყველანაირად კარგიოდა მეორე დღეს მიადგენ და ეს გამოიტანეს იმ საქმიდან სიცხვია სოფელში ვის რა უნდა უთხრათ ასეთ ხალხს რადრით დავეხმაროთ ამ საკითხებს მე დავაყენე ეს სერიოზულია არ მოიწია ეს ამხარში აღბრუნდა ეს არის ვიღაც შეყნილი ვიღაც აი უსებზე იყვნენ ზდიდნენ უპატრონო უმამო უძებო ისეთზე უარესები არის ეს იცი რა არის კანონი ხშირ შემთხვევაში კანონს ამოფარებული უფრო უარესი ხდება ვიდრე კანონის მოთხოვნა აი ეს კანონის მოთხოვნა ზუსტად ისე რომ სრულდებოდეს როგორც მოთხოვნილია ხო ესეთი რამე არ იქნება შეიძლება ყველაფერს თავიდან ერი სვანეთი სვანეთი არის ტურისტული ზონა და ხო იცი ვინ არ დადის სადამ ზვერდა სვანეთი აღზარდი ერთი კვამშია სვანეთი ვისაც ენგურზე გადასაყრელ ადგილას არ აქვს სახელი ყველა წავს ადგილზე და არაძლევენ არასდროს რო ჩამოიტანო უნდა დაჭრა აი ფეჩის ორი რომიადო ისე დორები აი 20 სანტიმეტრზე თუ დავრენ მალე არ ვერ ჩამოა ვერ არის რატო უნდა იწვებოდეს რატო უნდა იყრებოდეს ენგურზე და რატო უნდა იყრებოდეს აი სადაც მუქანი ყავს თითქოს და იატაკით არის მოშაკული ისეთია ჩაყრილი იმდენი ხრია მორიც გინდა ნაგვერდული გინდა და სადაც გადასაყრელი ახლოსა და იწვება ამაზე მიდის და ყავშია სვანეთში ვიმაროთ გასულ წელს და აი გზაზეც კი სახეთქებს ნაშურს მოვეძახ რომელიც სკაში გამოგვაქვს
ამაზე მე გადავიღე სურათები და აი ამ სისულელეს მოაგე. შედეგი რა იყო? ისევე როგორც არამერქნული ყიდან გამოჩნდა. შედეგი რა? არაფერი. შედეგი ის რაც უბედურება დააწყდა ეხლა შობს, იქ რომ გარემოს დასვას მიეცა უფლება და ის ამოეწმინდა ის მონატეხი იყო მეწყვილის ჩამოსული დასუფთავება რო ყოფილიყო ის შედეგი არ გვექნებოდა. გვერდმა დაგვიფაროს რომ ხობისწყლის ხეობაშია ისეთი იმდენი მოჭრაც იყო რაღაც ხო გვერდმა დაგვიფაროს მე აი ხობისწყლის ჩამოტანილზე მე ვთხოვეთ რამდენჯერ დავაყენებიე შუამდგომლობა ეხლა ჩვენი სოფლებია პირველი ტოვებს ალაგალა ხო ტოვებს ამ მერქანს საშეშის ამის გულისთვის რომ ხალხს ამოეტანა სახლის უკანა ყველა სხვა იმის საშუალება 500 ლარი უნდა სიტყვაზე მანქანა რო იქირაო 300 საგიარი უნდა 1000 ლარი ვერ ვსწრდება ის კაცი და აგერა 5 ლიტრი საგიარი შეუგია ამაგანა ხეობას იწმინდება მოიწმინდება ლამი ამოსაწმინდია ვინა ამის კადრზე დაწერა იქ ხეც არ უნახია და ხეც არ უნახია ვიღაც ვირიშვილის ზიგ მოდი იმან დაწერა ეს მართალია დედა რამდენი შესაძლებლობა დღეში ისე რომ გამოტანის უფლებას არ გაძლევ დამეწყრილები ზოგი წყლი ჩამოტანილი აი ნებისმიერ მდინარე პატარა მდინარეებში რო ჩახვიდე იქაც შევიტანა ასეთი რაღაცა რა არა არჩეულს სხვაძაა ის მართლობა უნდა იყოს რეალური თავგადასავალი და აი ის მართლობა ეს ხალხი გამარია მე ჩავერთვები ახლა ამ ხალხს სხვა კომპეტენცია და სხვა მიზნით არის არა მე გეუბნები ის რომ კომიტეტებში ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სხვა საკითხთან დაკავშირებით არის მე მახსოვს ახლა რაც არის ზოგიერთი იყო იმ დროსაც იყო 2002 წლის 2 აგვისტოს კანონი მაშინ თვითმმართველობის პირველ გოლად ჩათვლილი იყო სოფლები ახლა ადმინისტრაციული ერთეულების და იქ იყო არჩეული დეპუტატები რაოდენობა სოფლის რაოდენობის მიხედვით ზოგან 5 იყო ზოგან 7 იყო უბრალოდ დიდები ჩვენია და აი თვითმმართველობის პირველადი გოლი ის იყო და თვითმმართველობის ის პირველადი გოლი ირჩევდა თვითონ სოფლის ხელმძღვანელს რომელსაც სოფლის გამგებელი ერქვა ზოგიერთი გამგებელიც იყო იმ დროს გამჩევარი ხალხი აქ არის ჩვეულებრივ ბიუჯეტით ისწრებოდა იქ ეს დეპუტატები აკეთებდნენ და ეს იყო ასეთი ფორმით ახლა საკრებულო რო გვაქვს იქ სოფლის ხელმძღვანელი რომელიც არჩეული იყო საკრებულო წევრი აქ და ამის გარდა მას ემატებოდა პარტიული ნიშნით არჩეულები და ასე იყო ჩამოყალიბებული სოფლის რაიონის საკრებულო რაიონის საკრებულოში ყველაფერი ახლა ხელფასიანი რო არის და ვინ რას აკეთებს კასმაანისის და მოყვათ ახლა როგორც პენსიონერად გამოდის ბევრია ხელფასი რომელიც აღმასრულებელ სტრუქტურაზე უფრო მეტი ასე არის მე იქ იყო მაშინ საკრებულო სამმჯდომარე პასიანი იყო მდივანი და იყო სარეზერვო თანხა თუ იმის საერთოდ სასახლე იყო რაღაცა თუ იყო ამას გაკარგავდა აი ეს სტრუქტურა მოაყოფილი იქნა და შემოღებული იქნა ახლა კანონი რომელიც კანონის მიხედვითაც თვითმმართველობის პირველად გოლად ჩაითვალა მუნიციპალიტეტი ჩვენი რეგიონი და სოფლებმა ეს უფლება დაყარდეს და მერს აქვს უფლება მოსულება ანიშნოს თავისი წარმომადგენლები ასე არის შექმნილი წარმომადგენლების სტრუქტურა როგორც ხელმძღვანელი ეს კანონი ახლა რამდენად არის ეს კანონი რეალობას მოგებული რამდენად იყო ის რეალობას მოგებული ამას ცხოვრება აჩვენებს მე თუ მკითხავ კაცი 5000 კაცი რო ცხოვრობს ისეთ სოფელს უნდა გქონდეს თვითმმართველობა ლესიჭინე არის ასეთი ხაბუნე არის ასეთი იქ მერე საერთოდ ისეთი პროექტი იყო შემოგდებული რომ და სოფელი საერთოდ უხდებოდა ერთ სოფელს შეეძლო ორი საკრებულო ჩამოეყალიბებინა რაღაც ეს კანონი უარყოს თორემ ხალხ ქაოსში გადავიდოდი პროექტი იყო ასეთი და რაღაცები იქაც შემოდნენ და რაიონი შეიძლება მუნიციპალიტეტი წალენჯი ხას უნდა გაყოფა ჯვარი ცალკე უნდა დლია ცალკე უნდა რაღაცები და საერთოდ მოშლა იქნებოდა ეს ქვეყანაში არსებული სტრუქტურა ახლა მეტნაკლებად მისაღების სტრუქტურა არის აპრობირებული არის ეს თუმცა დაყრდნობების ყველა სტრუქტურას არ უნდა ნახოთ რა იქნება თვითონ კანონს მიღებენ და კანონს მიწერს და კანონს წერს და საკანონმდებლო სტრუქტურა აკისებს ეს არის პარლამენტი მაგრამ ყველა სამინისტრო ყველა უწყება ვალდებულია თუ რამე რეალობასთან არ არის მორგებული ან ცვლილება შეიტანოს კანონში ან საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს სამინისტროს და თუ რამე გასასწორებელია შევიდეს აიცვას სამისი პოზიცია და საკრებულო ის კანონს ღებულობს
პარლამენტიდან. რამდენად არის რეალობას მოგებული ეს სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, განუკითხაობა არის ამ ბუნებრივი რესურსების საგებობის საქმეში გარემოს ეროვნული სააგენტო ინსპექცია რო არსებობს, ისინი თვითმფრინავენ ბევრ საკითხებში ასე არის, ბევრში ისე არის, ეს უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ. ამ ხალხმა და ჩვენ გამოვიარეთ ისეთი პერიოდი, როდესაც საერთოდ არანაირი კანონი და არანაირი სახელმწიფო სტრუქტურა არ იყო და თვითმფრინავად ყველას როგორ სურდა ისე ჭრიდა ხელს და გახონდა სარფის საბაჟო არის აწეული იყო და არაფერს არ იკითხებოდა და რამე თუ იყო მოწმეს და თურქეთში გაიტანეს და თურქები ჩვენები არიან და თავიანთი ხელში არ გადაგვიდა. ჩვენი განაცხადი ასევე გადიოდა ჯართი, ასევე გადიოდა სხვა რაღაცები. ქვეყანა არ არის, ჩვენ ვართ პირველები ვართ, პირველები უარყოფით არებდეს ვართ. ერთი ქვეყანა არ არის, რომელიც სხვა ჩახშენებელ ქარხანას გასახლის და ჯართად გაყიდეს ყველაფერს. ან ვაგონ შემკეთებელ ვაგონებს რო გაყიდით, ჩვენ ყველაფერი ჯართად გავყიდეთ და ახლა იმ ჯართად ვინც იყიდა ის იმ თქვიან და ერთხელ მოყიდია რადგან ფუტლარად და იქეთ კამიგებში გაიტანეს. ეს ყველაფერი ამოვიარეთ, ახლა რაღაც სახელმწიფო კვალიფიკაციები, კანონები არის და რაღაცა კანონების მორგებულად უნდა ვიმოქმედოთ. ძალიან დიდი საქმე ამ კუთხით ყოველთვის გაკეთდა, რომ გაზიფიცირების საკითხი გადაწყდა. ამიტომ ამ ხეთქის მოჭრაზე დატოვა შემცირებულია. ჩვენ ამყოფი ხარ და ძალიან იქ ჩვენ კერძო საუბარი ქონდა საოცარი ის გვაგულელაცხობა ეს ხალხი ამყოფია ფუტკართან დაკავშირებით. ჩვენ საერთოდ მინდა ეს ნახავად გამოვაცხადოთ, იმიტომ რომ ახლა მოჭრა იქ ხეთქი რაღაცები და იქნება ეს ყოველ სანიტარული ჭრები. ყველაფერი ბერდება მათ შორის მცენარეს და გადაბერებული მცენარე უნდა მოიჭრას. რომ გადაბერებულმა მცენარემ მე სხვა ის დაავადებები არ გამოიტანოს და ამისი გატანის შეშად გამოყენების თუ სამასალე არის იმის გამოყენების უფლება მოსახლეობას უნდა მიესწროს. ეს ყველაფერი თანდათანობით დაიხსება, ჩამოყალიბდება და რეალობას მოგებული იქნება. სად ისეც არ არის ახლა ჩვენ რომ ამბობთ ახლა მისვალებული სიმისი რაღაცა დასაყრელი ხრეში რო არის ამოსაღები. ამაზე არავის არ იჭერენ, მაგრამ არაოფიციალურად ვაკეთებ ჩვენ ამას. მერი უკავშირდება იმ ხელმძღვანელობას რეგიონში რო არის, ეს არაკანონიერად არის და ის შეზღუდვა არ არის, თქვა 1 კუბომეტრი ის ხრეში ინერტული მასალა რო ამოიტანოს კაცმა და საფლავში რომ მიიტანოს ის და რაღაცა ეგ პრობლემები რომ მოაგვაროს, ამაზე არ ხდება დაჭერა, მაგრამ წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ურეკავთ იმათ, რა მანქანით ამოაქვს პიროვნება ვინ არის ეს არის. მაგრამ ახლა ინერტული მასა თუ ამოიღო კაცმა ბლოკის საამქრო შექმნა ჩვენ ბატონო და იქ ათასობით სამ ბლოკს უჭრის და კომერციული მიზეზი არის, მაშინ ბუნებრივია ეს კერძო ხალხის სამუშაოა და ბიუჯეტში რაღაც სახა უნდა შევიდეთ. რეკრუტინიზაცია თუ რაღაც ეს რესტრუქტურიზაცია. არა. სწორად ამბობს. მერეო ძეგლთა დაცვას მიმართებო რამე ძეგლი ხო არ გასო. ესეა სანამ მაძლე ხო უნდა მოიკითხო, ერთი წელი ელოდებოდა ის გეწარმეთ ისეთი. ამის მერე რა თქმა რამე ხელმძღვანელები ხო არ გასო. ხო თავისი ყველა ბატონი აი ეს ყველაფერი რო გაეკეთებია გეწარმეს მინიმუმ 20,000 დაუჭდებოდა. ოქროსკიშა ხო არ იყო ბოლო-ბოლო. უღირდა მაგდე. არ უღირდა გაუქმა დაუწერეს 500 ლარი სასამართლო გამოგარა დაუჭდა 2600 ლარი. თეთრის არ უსარგებლია. რა გასული გავცე მე იმ მეწარმეს რომელსაც რომები რომ გამარტივებულია საქართველოში ყველაფერი. მაშინ რატო გაიცა ლიცენზია? არა, სხვა პარადოქსებსაც ვაძლევთ, ახლა ძების მოხიჟვა მინდა დავხარ, ხო? ინერტული მასა ეგ არ არის კუბიზებში, იქ აღება ლიცენზია რა და 20 კილომეტრი. ეს ხო არა ეს. ეს რაღაცები არის, მაგრამ მერია, აი ხაზორეთ ხა ჩვენ ძალიან ბევრ თემებზე გადავედით. სახელმწიფო. ჩემი თემა ამ ეტაპზე იყო მიწა, მაგრამ გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვაკუუმი არის. ჩვენი მერის ყველა ის ინფრასტრუქტურის სამსახურის რო აი ეს ხორხი გამოყენებული იყო სომის პროგრამის პროექტები რო იწერებოდა მერმა გაგვარქილა სულ ყველას რომ უხურში არის ასეთი არის კურსული მარტვილის მიმართულებით აი ეს არნეს ვერნეს ხავს აი წვიები და ისეთი კარგი ისა იქნება და ის ხოდა ჯობია ის გავაკეთოთ ვიდრე ნაშაგი ეხა ხობისწყლიდან ამოტანილი რო იყოს კარიერის ნუ შარის პალიტაიდებს ვიდრე ის მოჩარეს გავდაუცე
და ამისი ხათრით ეს გაკეთდება რა ვიგაცადა ეს არა, ტექსტი მინდა რომ მიუხედავად სოფლის უნებრივის უარისა, მაინც დაარეგისტრირდეს ისეთი მიწები, რომელიც იყო საერთო სარგებლობის სანაპირო, აქის სანაპირო, კასაცავის ზოლი არის ესეთი ასეთები ბევრი იქნება ჩვენ ინფორმაცია არ გაგვაქვს. კომისია მოარი უთხრა, თქვენ მოარი უთხარით და საჯარო რეესტრო დაურეგისტრირა. ასეთები დაინტერესებს ესეთი რამონები. ძალიან ბევრი იქნება. ძალიან ბევრი. აი ეს საკითხები ჩვენთან გასაწევი და აი ამ კითხვებზე მინდა. ახლა ეს კომისიები ამდგება ახლა თუ როგორ იქნება? ეს პოზიციები ჩამოყალიბდა რომ სასურველი იყო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება რა იქნება? რა თქმა უნდა, ჩვენ იქნება ისე. ეხლა დროებით არის რომ შეჩერებულიო და შეჩერებულია იმიტომ რომ ბიბისო ეს უფრო საჯარო რეესტროა. ხო, მაგრამ სავარაუდოდ ეს კომისიები დააარგეს, მიწა ისეთი საქმეა რომ ყოველთვის შესასწავლია ჩვენი რეკომენდაცია ამის თაობაზე უკვე მივაწოდეთ და ვნახოთ რა სიზარდა. აი არ გამართა ის სისტემა რეგისტრაცია როგორც მდებარეობს. უნდა მოხდარიყო და რეგისტრირებული უნდა მოხდარიყო. აბა აგერალი გადაწყვეტილების წარმომადგენელი, გადაწყვეტილია დედოფლები, დამთავრებული მოყოლიყო, საჯარო რეესტროა უნდა რამდენი მოიწვა პროცენტი, რამდენი სანახევრო და საერთო 30% საგასილებია, დედოფლები 50%-ამდე იქნება. ახლა წელს ვინც წელს ასე ჩემი არ დაუნდავრებია და სხვაგან დაისახება. წელს პროცესი საერთო ჯერ არ გამოჩენილა. არა, 20-ში დაწყებულა, როგორ დამთავრდება ახლა, ფაქტურად ესენი უკვე ფინიზე ვარ. რაც მე თქვენთან უნდა დამისვა, ეს არის ხარ თუ არა ჩართულები თქვენს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის განკარგვის პროცესში. ახლა აბსოლუტურად არ არის. საჯარო რეესტროა და ეს არის ხალხი იგნორირებული. ასე ხო არის? გიგებია რაღაცა გიგებია კი გეიხებია? იყო თუ არა მომივიდა ესეთი წერილი სარეფორმო არეალში ამ ეს მიწის ნაკვეთი. არამედ მეორე დღეს გაუგონეს. მე რომ მიწერე, უცებ გაუგონეს. რა მნიშვნელობა აქვს? რაზე მომწერეს ამ? ისე რაზი ხონდა გუასი? ის მაგალითად მეორე დღეს ეგრევე გაუგონეს. რაიზო? უბრალოდ ეს ძალიან რთული თემაა ეს შესახებ და თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია რომ დარეგისტრირდა დროებით გასული აი საზღვარგარეთ სამუშაო პროექტი დასრულებული და წლების განმავლობაში დაკეტილია საფკარი აი მათი ნაკეთები ვინმე დაირეგისტრირდა სავიზიტო ბარათებს დაკეტოვებ ვისაც სურვილი გაქვს ვიცი რომ პრობლემები ძალიან ბევრია მაქსიმალურად ვიგონიოთ ერთმანეთთან კონტაქტი რა შეიძლება ეხა ეს კი ვაკეთებთ ამ ვიდეო ჩაწერას მაგრამ ხო შეიძლება რაღაც ისეთია რომელიც ვეთქვით დამიკავშირდით ასე რომ შეგვიძლია ძალიან თავისუფლად ვისაუბროთ ძალიან ოპერატიულად და სწრაფად ხდება ეს ყველაფერი ერთ-ერთი მეტია ის ადგილები მართა სადაც იქ მიდის იმ ადგილების კომპენსირება და კომპენსირების წუთი არიან ყველაფერი თქვა ღია რა ჩვენ გვახედავთ ამას ასეთ სახელი ქვია ამას იმ მიწაზე იძლევიან კომპენსაციას მე პატრონისთვის მე პატრონის წილში გახავთ რეგისტრატორი და დამთავრებულია აბა მე 5 წელი უნდა ველოდო იმას რომ ესე იგი ყოველგვარი რიგის გარეშე ხდება იმ ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია რომელიც მოყვა მაღალი ძაბვის
ხაზების ქვეშ და საჭიროა კომპენსაციის გადახდა. და ეს მოხდა სასწრაფო წესით. სასწრაფო ყოველგვარი გრაფიკის გარეშე. და ის რაც თქვა ეხლა მე არა ვარ აქაური, მე რძალი ვარ. და ის სოფელში ყველა ვიცის მაგალითად რომ ჩემი ოჯახის წინაპრები იყვნენ მეჯოგეები და ისინი ამათ ძალიან დიდი ბევრი ჯოგი ყავდა და ყველა მიწარაც აქვთ ნაყიდი თავადებისგან აფაქიძეებისგან არის ოქროს ხულზე ნაყიდი. და დარწმუნებული ვარ, ყველა საბუთი გვაქვს შენახული და საქმეზე რომ მიდგეს სადაუდო საჭყობარი მექნება. და ამათ უცებ არეგისტრირება. რატომ არასდროს არ მიმართეთ რომ აი მიწები დაგეკანონებინათ? იმიტომ რომ თანხებთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ თანხები მოხდა. და ეს მაშინ იყვნენ ისინი მეჯოგეები თორე ახლა ორივე საჯარო ხოხდება რამდენი არა, მაგაზე არ ვამბობ. აი ეს ხო იყო თუნდაც ლეგალიზაციის კომისიის წარგებინათ ეგა. ჩვენამდე არ მოსულან, აი ჩვენ არ ვართ ამ პროგრამაში 24-დან და ველოდებით ამ. არა. მანამ სადამ საჯარო რეესტრი შემოვიდოდა. ხო იყო ლეგალიზაციის კომისიები, რომელსაც ჰქონდათ უფლება, რომ ასეთი მიწები დაეკანონებინათ. არ ვიცი ახლა მე მაშინ აქ არ ვიყავდი, რამდენად არ მიმართა და რატო არ მიმართა ჩემო ოჯახმა, მაგრამ ძველი საბუთები, აი ნაცრიდობის საბუთები. რასაც ერქვა აი ეს უნდა წარადგინოთ საჯარო რეესტრში, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული ეს ნაყოფი. კუჩაზე დაგდნენ ამას. მაშინ ეს კუჩები არის ყველა შენახული, ყველა ეს თავიანი არწივის გერბით და ყველა ეს თანხა რაც გადახდილია და რაც მებატონეს. თავისთავად დადოთ ეს დოკუმენტი, თორე დამეწმეთ რომ ერთ ნაკვეთს მაგალითად გვედავება სატყეო და არა და ოდითგანვე ჩვენია ეს ყველა მიწით მართულებიც არის გავლებული და სპეციალურად არ ამოვიღოთ დაჟანგული მართულები, რომ იქ როცა ყავდათ ხარი და ხანი და ის იხმებოდა და იქ მოყავდათ სატყეოს კი არა რომ სატყეო. არც უნდა დავთ. მე ასე დავიბრუნე ხოჩი უზარმაზარი სახლი. 24 ოთახით. დავიბრუნე თვალეს ამას ხალი თუ გააკეთებს. ისე მიხარია რომ ასეთი რაოდენობა ქალების სოფლის რწმუნებულები აღსად არ შემოგვეძრია. კარგია. რთულია თქვენთვის მუშაობა. გვაგვია თქვენ თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ რაღაცის გაკეთება გინდათ თქვენ სოფელში, ახლა მე მაგალითად ვიცი, ჩემივე სოფელში ვიცი, ეს იყო მუნიციპალური საკუთრება, მიწის ნაკვეთი, რომელიც ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა გადაწყვიტა, რომ გამოესყიდა, ააყვანინა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ბევრი კი არ არის 1 ჰექტარია თუ ჰექტარი და 20 მიასედია. და ეხლა ბაღის აშენება უნდა სოფელში და ამ მიწას ეკონომიკის სამინისტრო უკან აღარ ამოვნებს. თქვენ თუ გაქვთ ესეთი შემთხვევა, რაღაცის გაკეთება გინდათ და ხელი გეშლებათ. მე და არაჩვეულებრივი ფაქტები მქონდა ამისი. არაჩვეულებრივი თეატრი უნდა აშენდეს, სტუდია უნდა აშენდეს ახალგაზრდებისთვის და სადაო გაგვიხდა ეკონომიკის სამინისტროსთან ლენინო ბურჟუას გაზიას გაერთა მაშინ ეგ დატოვებული შენობა. და კიდევ გვაქვს დღესაც აი თუნდაც ის ტბები, რომელიც გვინდა რომ გამომიყენოთ არის საშუალება, ვინც ჩადებს მაგაში ფულს, 2 ტბა გვაქვს ძალზე, მაგრამ არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და სოფლის განვითარების პროგრამით გინდათ მაგის გაკეთება? ინვესტორია, რომელიც ხიდულობს მე მოგცემ ჩემს სავიზიტო და დეტალურად გამარკვიეთ რა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ მე ვარ ამავე დროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამოქალაქო საკონსულტაციო ჯგუფის წევრი. და ესეთ საკითხებს ვაყენებ ხოლმე ესეთ შეხვედრებზე. და მჭირდება რომელიც შევცავისით და თუნდაც. ჯერეთი აი ამ წიგნებზე სულ ყველგან არის ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ მოგცემ ჩემს ეს ისეთი თემებია მეგობრებო, რომლის გადაწყვეტის გარეშეც ამერწმუნეთ, რომ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ამიტომ მინდა რომ იყოთ აქტიურები. ამიტომ მინდა რომ მიჭირს რომ ყველა სოფელში შემოვიდეთ და ყველა სოფელში გავიგო რა ხდება, მაგრამ დამერწმუნეთ რომ როგორც კი გავიგებ, ჩემი ყოფნა იქ ისევე აუცილებელი როგორც იყო თუნდაც მუხურში და მე ყველა საქმე გადავდი და ჩამოვედი ფუტკართან დაკავშირებით, მზად ვარ რომ ჩამოვიდე და მე საკითხები გავაშუქო და შესაბამის ადრესატამდე მივიდეთ. ეკონომიკის სამინისტროს წინს
მე რომ ვეძახი სოლდაგარს, მაგრამ ეს ფაქტია და ფაქტიასაც ვერ გავექცევით. სოლდაგრებია. ხო, აი ხაც რაღაც ერთი კვირის უკან მქონდა შეხვედრა ამ თემაზე და იქაც უთხარი. რამდენჯერაც გეწყინებათ, ორჯერ გავიმეორებ, ხართ სოლდაგრები. გამოსწორდით, რომ ეს არ აქვს მეთქი და ნუ მე აწიას ხელები და მართალი ხარ. მართალი გქონდა რა გავაკეთოთ. ვნახოთ, მოვსინჯოთ, იქნებ რაიმეში შემეძლოს დახმარება. თუ ვერ შეუძლებ დახმარებას, მაგასაც გეტყვით, რომ არ შემიძლია და ვერ ვაკეთებ. ძალიან დავით აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ჩვენი რაღაც ქალაქისთვის კი არა, მუნიციპალიტეტისთვის აი ყველანაირად მომგებიანი სამომავლო და იმიტომ რომ იქ არის ძალიან ლამაზი ორი ტბა, იქ არის ინვესტორი, ვინც კოტეჯებს გაარდის, აი ერთში ნუ რაღაც გეგმები არის რა, რაც ტურისტად მოიზიდავს, სილამაზის მოხდინ ესთეტიკა ახაურა ახალგაზრდებს ეკნება დასვენების სადღაც წასვლის და ორგანიზებულად შეკრების საშუალება. ძალიან კარგი. და ერთი შეიძლება. სანამ სახელმწიფო ვერ მიხვდება იმას, რომ არ უნდა იყოს თავმომდაბლა. ეს მანამ სულ ამ პრობლემას შეიძლება ცოტა ის. კი. აი თუ არსებობს რამე შანსი, თუნდაც სამომავლოდ, აი ასე ვთქვათ, ხელისუფლების მიერ ყველანაირად ახლა თითქოს მაგათმა კანონიკი დაიცვეს გასხვისების, მაგრამ აი მიწების გასხვისების, აი რასაც ვქე, ცენტრში, ქალაქის ცენტრში, ჩვენ არ გვაქვს ერთი მწვაველი მიწა, რომელიც გასხვისებულია. კერძო პიროვნებებზე არის გასხვისები. თუ მომავალში მაინც შეიძლება შემუშავდეს ესეთი კანონი, რომ ეს მიწები, რომელიც ჯერაც აუთვისებელია ყოველ შემთხვევაში, რაღაცა დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს ან რაღაც ის აი ხარ ეს იქნებ ეხება არასასოფლო სამეურნეო. ეგ იქნება არასასოფლო სამეურნეო. ხო, მე მაინც ძირითადად მიწევს სასოფლო სამეურნეო მიწებზე მუშაობა. აქ ვიცი რომ კანონშიც ჩადებულია და ეხლა სწორედ წეგანას ვთქვით გავიმეორებ კიდე რომ ჩვენ ვიწყებთ ამის მონიტორინგის განხორციელებას, როგორ სრულდება კანონი, რაშიც არის მითითებული, რომ 2 წლის განმავლობაში თუ არ დაამუშავებს, როგორ უნდა მოხდეს მისი დაბრუნება. თუ არ გაყიდა 2 წლის შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებელზე, მე სახელმწიფო მინდა დაიბრუნოს უკან. აი რაც შეეხება არასასოფლოს, ეს ნამდვილად არა ვარ ჩახოთული ამ საქმეში, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს თემაც გავარკვიო. თვითმმართველობა ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში საკრებულო პრეროგატივა არის კანონმდებელი, მას შეუძლია მიიღოს ნორმატიული აქტი, რომელიც იყოს სავალდებულო მეპატრონისთვის და ვადებში გაუწეროს და მე ჩამოყუროს ეგ იმ შემთხვევაში თუ მიწა არის მუნიციპალიტეტი. ხო, ეგ უნდა მეთქვა, ეგ იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი და მისი გასხვისება. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შუამდგომლობით შევიდეთ ეკონომიკის სამინისტროში, რომ რაღაც მექანიზმი იქნეს შემუშავებული. ხო. ძალიან თვითონაც უკვე უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ, იმიტომ ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება საჭირო, სოფლის განვითარება არის, ყველას არა, მაგრამ არის გარკვეული ფენა, რომელსაც ნამდვილად აქვს, განსაკუთრებით ეს სოფლის განვითარების პროექტები რომ არის, უკვე სერიოზული წინააღმდეგობის ქვეშ ხდებიან. იცით რა, წარმოიდგინეთ, რომ აი ესეთი რაღაც მოხდა, ეს იყო თუ არ ვცდები 2012 თუ 11 წელი, ეს თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეგადაცემებიც მიეძღვნა ამ ამბავს. დაახლოებით 200 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი იქნა გაყიდული სასოფლო-სამეურნეო, რომელიც დაიყო მე 30 მიასედებად არაბული სოფლის გასაშენებლად და ატყდა მთელი ამბავი, ჩვენც ჩავერთეთ ამ სიტუაციებში და გააჩერდა ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალობაა. მე მაქვს ის, მე ვარ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის განვითარების მიმართულებით რომ მუშაობს იმ კომისიის ჯგუფის წევრი და აი ასეთი მასალა მიდევს წინ. მე ხა დღეებში რომ ბრუნდები თბილისში, უკვე მივდივარ ბაზალეთზე, ესეც სადღაც 2010-ია თუ არ ვცდები გაყიდული ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიები. ერთ მხარეს აქვს ჩინელებს, მეორე მხარეს აქვს არაბებს, დაყოფილია ისიც 30 მიასედებად სააგარაკეთ
და თან ამას ერთვის ახლა ბაზალეთის წყლის დონის ვარდნა დაახლოებით 40-50 მეტრით ნაპირებიდან სიღრმეშია უკვე ტბა წასული და სერიოზულ პრობლემას იწვევს და უკვე იქაა მე ასასვლელი რომ ადგილზე შევისწავლო ეს საკითხი. არის ცხეთასთან დაახლოებით ცხეთის ერთ-ერთ უბანში დაახლოებით 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ესე გასხვესებული სასოფლო-სამეურნეო, რომელიც მე პატარა სამოსახლოებად არის თელავთან 81-42 საერთო ჯამში 120 ჰექტარი და აი ესე ვეძებთ ესეთ ნაკვეთებს. ზოგადად უკვე შემოღობილები აი თვითონ თელავთან არის უზარმაზარი წარმოგიდგენთ 80 ჰექტარსო გალავას დაარტყა, როგორი თანხები უნდა იყოს ჩადებული. ფაქტობრივად ეს არის არაბული სოფელი. ეს არის არაბული, ჩვეულებრივი არაბული სოფელი. მაგრამ ვეღარ აქტიურობენ, იმიტომ რომ მოსახლეობისგან აქვს სერიოზული წინააღმდეგობა და დაიწყეს იქ სკოლაც, სამედიცინო ცენტრი, ყველაფერია გამოყოფილი, მაგრამ მოსახლეობა ვერ ჩამოდის. სულად იქცევა მოსახლეობა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. ზარადებს ვერესრევ გამართებიან ჩვენ რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. მთავრობა იმაში რომ კანონი მიიღო. ეს იქამდე იყო. მეორე უკიდურესობა გვაქვს. ეს ხო ამას მთავრობა აკეთებს. ეხლა ამას ხო მთავრობა აკეთებს. და გასაგებია ვისთანაც რომ რაც ჭირს, მაგრამ არა. მიზანი არ არის აქ მარტო საუბარი. ეხლა მეორე მხარეს რა მნიშვნელობა აქვს ნგელი შემჭამს თუ მგზავრიტურა. მეორე შემთხვევა, სად არის ჩვენი ადამიანების მოქალაქეობრივი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, როცა საკუთარ ქონებას იგი მტევზე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აზერბაიჯანელს მიყიდოს სომეხმა სომხეთში ბინან როგორ წარმოგიდგენიათ? აზერბაიჯანელს ხელში ეჭიროს სომხური კონიაკი და სომხეს მე არ მოგვწარმოდგენილი, მაგრამ ბუნებაში არ მოხდება. ანუ რაც ერი ვართ, ის ვერი ვართ. ოღონდ დღეს ვიყოთ კარგად და დღეს მაპატიეთ ესეთი უხეშლენგისთვის ვიყოთ მაძღრები და ხვალ ამას რა მოყვება და ჩვენ შვილებს საბუწებთ ცხოვრება, ამაზე არავინ არ არც საზოგადოება და არც სახელმწიფო. ხალხს მოვადანაშაულებ. ვადანაშაულებ. ერი კარგია, მაგრამ ეხლა აი ზუსტად რაც თქვი, არა, ეხლა მე რაც თქვი ზუსტად სახლი დავიბრუნე მეთქი. თანხა მიდის საუბარი მიდის აი თქვენ შორის ვიძინო, საუბარი მიდის 2 მილიონზე. და ამას მიხდიან რუსები, ეს არის ფოჩი ქალაქის ცენტრში. 1 ჰექტარი მიწა სამსართულიანი სახლი. სახლი რა უნდა ძველია, მაგრამ არის ისტორიული ძეგლი და 3 მილიონზე, 23 მილიონი და 3 არ ვიცი ტრილიონი რომ მომცენ რუს არ მიყიდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა შემოსახულო მიწა არ მიყიდი. 100,000-ად მიყიდი ქართლს თუ არ გამოჩნდა და 3 მილიონად არ მიყიდი რუსს. მომავალთაობას ექნება თავს ატეხ. არა სერიოზულად ვამბობ. მესამე კეთილს შევყო და არც მივიცემ არასდროს. გეთანხმები, ზუსტად ასეა. აი ეს იმას რასაც შეეწირა ჩემი წინაპარი, რისთვისაც დაიხრიტა მის კუძეზე რუსს ვერ ვაგონებ. ჩვენ დასაუბრებთ გაყიდული მიწების 80% ფიზიკური პირების მიერ არის გაყიდული. დანარჩენი მიწები, აი როგორ ხდება იცი? ქართველები ისევ მე არ ვაპარაკობ სხვებზე და არც ჩემი საქმეა. შუამავლის როლს თამაშობდნენ უცხოელებთან და ნაკვეთი რომელიც მე პიროვნება დავაშავე და გავყიდე ხო, ყიდი $1000 სიტყვაზე. შუამავალი იმ უცხოელისგან იღებს $5,000. ეხლა რა მდგომარეობა? მე რო გამოვისყიდო სახელმწიფომ ამ უცხოელისგან ეს მიწა, რა ფასში უნდა გამოვისყიდო? ის რაც გადახდილია, უნდა შუამავალთანაც და პატრონთანაც. ხდები? ისევ ჩვენი უთავ ხელისუფლება იქნება, არაკეთილსინდისერი მეზობელი იქნება, მიწების დაკარგვა იქნება, ჩვენი მძიმე მდგომარეობა იქნება, ეს არის ჩვენი უთავობის პრობლემა. სულ ამას ვამბობ. ხშირ შემთხვევაში მოდი ჩვენ თავს ჩავხედოთ. მე 10 წელი რო ვიბრძოლე იმისთვის, რომ მარჯვენა სანაპირო გამაგრებული იყო ალაზნის და როგორმე ბოლომდე მიმეყვანა ის საქმე. სხვა ჩემი მეზობელი არავინ არ გამოვიდა, იმან ადგა და თურქს გაყიდა მიწა. ეს სიტუაცია არის ესეთი, ესე იგი ეროვნული თავმოყარების ეროვნული თვითშეგნება გვაქვს. ეროვნულობა არ გაგვაჩნია საერთოდ, მოდი ვთქვათ ესე. ეგეც დეგრადირება და ევიდეგრადირება.
იმიტომ რომ თბილისში ბირებიდან ესე სტუდენტები გააგდეს, რომ ჩაესახეს. იგი ზუსტად ესენი შეასახეს. და ეხლა ესენი ვეღარ გაუყრია. ისინი აქეთ გვეხვეწებიან, მოგვეხმარეთ სახლები და ფულს აღარ უყრიან უკვე იმათმა ის სამისთვის ესეთი ისინი გაითამაშეს რომ წინა სამთვის ისეს და მე ვეღარ აძლევენ და ეხლა ვეღარ დასახლებენ იქიდან და არის ერთიანი. უბრალოდ სახელმწიფოს დაპყრობა მიმდინარეობს. ბატონი ვიკეთით უსისხლოდ ამაზე მიწების დაკარგვაზე, როდესაც ვაკეთებ, მესმევად ეროვნულ აკადემიაში რომ გავაკეთე პრეზენტაცია ღალაზნის მიერ ეროვნულისა, იქ მე ესეთი საკაური გავიტანე. უსისხლოდ დაკარგული ქართული მიწები. და ეს მარტო ალაზანს არ ეხებოდა მთელი საქართველოს გარშემო რა მდგომარეობაც იყო შექმნილი და ამან ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია და სწორედ ეს ეროვნული აკადემიის მე ტელევიზიაში ჩემი გამოსვლის აი ამ ყველაფერმა მოიხარა თავი საბოლოო ჯამში რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო ის ჩანაწერი რომ უცხოელებზე მიწების გაყიდვა კატეგორიულად აიკრძალა. ეს მე ასახვა ყოლა როგორ დავიბრუნოთ უკან მიწები ხა ოთარ დანელია თქვენებურია ამ ხრის კაცია და მე შემიძლია ვთქვა თამამად რომ მსგავსი თანამშრომლობა მე არც ერთ მოხელესთან არ მქონია როგორც ბატონ ოთართან მინისტრობის პერიოდშიც და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდშიც. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწას ურეგისტრირებს ფაქტურად თუ დაკავებულად ახალი ეს ახლა ვინც არის ეს ისინი და ახლა ძალიან ისეთი ახლა ხალხმა მერე გაიგო რომ თვითონ ესე იგი ყველაფერი რეგისტრირდება და ახლა ის ხალხი 17 კაცი ყავს ამოწევილი რომელიც დაჯარიმდება ფაქტურად აი ამ ინტენსივაზე და იმაზე დროშა და ჩემ კომიტეტის აგერ გიორგის ბესოს და ამის რეგისტრირებული არის. და ვიღაცის მიმდევარი არის შუაში და აქ გირდი საძოვარი. როგორ შეიძლება ეს აიდან მოვიდა 200 და თუ მე ვარ კომისია, მაშინ მე მომეცი საშუალება რომ გადავწყვეტო. გადაკვალიფიცირება რომ ეს არ არის საძოვარი. კი. თორად აზრი არ გამომეს. კი, გეტახები. კი, გისმენთ? მე ვფიქრობ ეს არის ხო არასწორად გამოცხადებული მიწის უფასო რეგისტრაციაზე გადაგება. მონოდინი არის არ ნახული. ეს სისტემურ რეგისტრაციაზეა საუბარი. ხალხ გონია რომ ახლა გადაუქმეს სულას. ეს არის ამის არის მკვიდრია, ტარია, ცოცხალია გონია რომ დამტავდა. ისია გაპიარებული სამყუროს თვითონ ყველა გონია რომ ამით არა და ეს არის ნახაზი, რომელიც იგზავნება საჯარო რეესტრი და იმ საჯარო რეესტრი რაც მე გუშინ ქონდა პრობლემები მეკითხება რაღაცა ეს ჩემა ეს ყველა გონია რომ საბუთი მოუყვა ჯერ საკუთრების მოწყობა არავისთვის არ ჩაუბარებია თუმცა მე-6 რეგიონია სადაც შემოვედით. არასწორი მონოდინი შეიძლება რა ეხლა ეს რამე დანაშაული არა კარგია რომ უკეთდება უფასო ეკეთება მაგრამ თვითონ პროცესი არის ხალხისთვის ლეგიტიმური მონოდინი არის რომელიც ელოდება და მე ვიცი ახლა სამყაროში ეს პასუხები რომ მოვა ჩვენ ადრე ჩავარდით ნონიკაშვილის რო იყო 2012-ში დარეგისტრირებული ანალოგიური კი, გეტახმებით აბსოლუტურად. რა თქმა უნდა. ესეა. არტი გვახულებენ ალბათ რომ და საქმის კურსიც არ გაყენებენ ბოლომდე. აი სწორედ აი ამის გულისთვის დავდივარ მე განმეხალისება ამ სიცხეში სიარული ამ ხნის ხალხს, იმიტომ რომ ყველასთან მივიდე, ყველა ინფორმაცია გავიგო. და აი სწორედ აი ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ კატეგორიულად
ეს მოთხოვნაც იყო და ჩავდეთ, რომ უნდა იყოს ლეგალიზაციის კომისიები აღდგენილი ოღონდ, როგორც დამოუკიდებელი სამსახური თავის ტექნიკურ მატერიალური საშუალებით. უნდა ხელმძღვანელობდეს ცალკე პირო, თქვენ ხო თქვენი სამსახური გაქვთ და შესაბამისად ამიტომ იმას ის უნდა იყოს ცალკე სამსახური და ასეთი პრობლემები თვითონ საჯარო რეესტრმაც კი ვერ უნდა გააკეთოს ამ კომისიის გარეშე. ჩვენ სწრაფად ისევ გავდივართ, აი ამ პერიოდში ჩვენ გასულ წელს შევხვდით ყოფილ წევრებსაც 233 წევრი ნახეთ რეგიონებში. აი ხა დღეს თქვენი შეხვედრა ეს გაგვიკეთა ხობის მერია. რაზეც უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობებთან ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არა თვითმმართველობებთან, ფერმერებთან ისე როგორ უნდა დავალაგოთ სიტუაცია, ხო შუამავლები ვარ, ასე ვთქვათ. ყველა მუნიციპალიტეტში შეხვედრებს აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენთვის ძალიან მისასალმები. გასულ წელს კი, როდესაც ვაკეთებდით ამ შეხვედრებს, უკვე გუბერნიები იყვნენ ჩართულები და ძალიან კარგად გამოგვივიდა თანამშრომლობა, იმიტომ რომ ყველას ერთი რამე გვტკივა. გვინდა რომ უფრო სიკეთისკენ შევატრიალოთ არსებული მდგომარეობა. 233 წევრს შევხვდით გასულ წელს. ამ 233 წევრიდან წარმოიდგინეთ, აი ეს მხოლოდ 20%-მა უმაღლესი ქულით შეაფასა ლეგალიზაციის კომისიების მუშაობა და საშუალო შეფასებები უფრო მეტია როგორც ხედავ. და ზუსტად ისე რომ მე არაფერი არ მithქვას ფერმერებმა, რა თქვეს იმ ბენეფიციარებმა, როგორი უნდა ყოფილიყო ლეგალიზაციის კომისია, ზუსტად იგივე თქვეს კომისიის წევრებმა. უნდა იყოს ახალი ფორმატით. დამოუკიდებელი თავის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მე ისი კომისია ვარ, როდესაც ვიმკი ვარ მე. ხედავ ამას, რომ ეს ასე არ არის და ის გლეხი მიყურებს მე და ამოძა ის ხوارული რაზე მოდიოდი რა. რისთვის მოხვედი არ თუ მე უარ. ეხლა დღეს უკვე მე შევხვდი ესეთ სიტუაციებს. ჯერ კიდევ აი ამ პროექტის ფარგლებში და იმიტომ გახდა საჭირო მე მონიტორინგი გაგვეკეთებინა ამ სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობაზე, როდესაც იმერეთში მითხრეს თვითონ ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა, რომ იმ ტერიტორიების რეგისტრაციებს ახდენენ, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდნენ უარს. ჩვენ რომ ვარი მიწერილია, იმას ახდენენ. ხო, ეხლა ახდენენ და ეს სასარგებლო წიაღისეულზე არსებული ყოფილი ქარსაცავი ზოლები, არხისპირა ტერიტორიები, მდინარის ნაპირები, საერთო სარგებლობის გზები, ხა მინდორში ასფალტიანი გზა ხო არ შედის, კაცო? ჩვეულებრივი მიწაყრილია, მიწის გზა, დატკეპნილი გზა. იმას რომ ვიღაცას საკუთრებაში მიცემ, ვინს გაატარებს. არხსადინარს რომ შენ ვიღაცას საკუთრებაში მიცემს, მეზობელს ის ხალხს მიაწვდის? უნდა ეხვეწოს? აი ესეთი ფაქტები ვლინდება და ეს ძალიან ცუდია ჩვენთვის. ეს აუცილებელი იყო ჯერ სახელმწიფო საკუთრების ქვეშ არსებულ მიწების სერვიტუტები ეს ყველაფერი აზომილიყო და მე პირველ რიგში გაკეთებულიყო ბალანსი. ეგ არის. თავარი იყო ეგ, უნდა გაკეთებულიყო ბალანსი. როდესაც 2015 წლის ოქტომბერში ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო ინსტიტუტთან ერთად საერთო კონფერენცია ჩავატარეთ. იქ შევთავაზეთ იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რესტს ბიძის რეგისტრაციის გაადვილებული ფორმა, ჩემი სამსახურებრივი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი წინადადება არ გაიზიარეს და 2016 წლის თებერვალში თვითონ გამოაცხადეს გაადვილებული წესით რეგისტრაცია. მაგრამ ისევ თუ იმ არქივების ზებნას დაიწყებ, რომელიც 2006 წელს მოისპო ზონარგაყრილი წიგნი, საკომლო დავთარი, მიწათსარგებლობის რუკები და ვერ მიაკვლევ, ვინ იყო პირველი მესაკუთრე პრივატიზაციის შემდეგ ერთ პიროვნებაზე მიყიდული მიწა 10-ჯერ როა გადაყიდული. როგორ შეიძლება ჯერ მკვდარზე აფორმო მიწა, მერე ცოცხალმა იფორმოს? ეს მიუღებელია. ამიტომ ამოდით ფაქტობრივი მფლობელი უშუალო მომიჯნეებით. არა კვადრატში მოქცეულების, არამედ უშუალო მონაწილეების, იმიტომ რომ მე უკვე შევხვდი ფაქტებს, როდესაც სხვა ტერიტორიებზე რო აქ მიწები იმას მოიყვანენ და რადგან კვადრატშია მოქცეული და ეს კვადრატი შეიძლება იყოს 10, 15, 20 და 100 ჰექტარი. და იმან როგორ უნდა ამტკიცოს, რომ ეს მიწა მართლა ჩემია.
როცა ჩემი მეზობელი იქვია, ხო? რომელმაც უნდა თქვას, რომ ეს მიწა მისია. აი ბევრი უზუსტობაა, რაზეც მე შემიძლია გითხრათ, რომ სულ რაღაც 2 თვის უკან იყო იუსტის მსოფლიო ბანკის მიერ მიწების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საჯარო რეზს უკვე უთხარი არასწორად იქცევით, ატყუებთ ნურს ხელისუფლებას, ნურს ხალხს, ნურს საკუთარ თავს, არ ხდება გრაფიკში ჩაჯდომა და არ ხდება არანაირი სწორი რეგისტრაციები. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და ეხლა კიდე ამ შეხვედრების შემდეგ ამ გამოკითხვის ფორმებითაც ჩვენ უკვე გავაკეთებთ საერთო ანალიზს, რასაც წარვადგენთ და იმედია, რომ უკვე კომიტეტიც ამ თემაზე ძალიან კარგად ისაუბრებს. არა, არასწორად კი არ ვაკეთებთ. შეიძლება ხარვეზებით ვაკეთებთ, კი. რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისეთი არ დარჩა სისპირი, წყლისპირი, ყველაფერი და მე ეს ხალხი ამას რეგისტრირებს. ისეთი რაღაც საქმის საკეთებლად კი არა, იმიტომ რომ მე წარმოვადგენ ყურებს. სისპირა სოფელი, და ისე იგი ვიხურე რომ დასაწყობი ადგილი დამიტოვებდი, დასაწყობი რომ ერთადერთი სოფელია, სადაც ადმინისტრაციული შენობა და მასზე მიმაგრებული მიწის დაკიდებული გასხვისებულია და მე ვარ ემაში რა ქვია. ვიხურები კლუბის შენობაში. კი არა, ვის მიასხვის ეს გეთანხმებით, ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა მივხედოთ. ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, იმიტომ რომ სანამ იქამდე მივაქვს ამ რეგისტრაციამდე, კაცო, მანამდე უნდა მოისმინოს ვიღაცამ და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მე ვაბრალი ყველაფერს წარსულს. არადა ჩვენც ვართ თანამონაწილეები. ახლა თქვენ რომ მითხარით, რომ ერთიო არაბსა აქ ნაყიდი და მეორე პოლონელსო, თუ ეს მოხდა ამ კანონის მიღების შემდეგ, დამერწმუნეთ, რომ ქართველს ეკნება ნაყიდი და არა, ეგრეა, საერთოდ ეს როცა ჩავყევით ჩვენ და ჩაუღრმავდით თემას, კანონის მიღების შემდეგ რაც კიდევ გაიყიდა. ქართველმა იყიდა, მაგრამ ფლობს ძალიან ხშირად ეს ალბათ მარტო ჩვენთან არა. ძალიან მარტივი ფორმა შეგვიძლია არ მესმის ერთმანეთს ვაცალოთ, თორე ვერაფერს ვერ გავიგებთ. კაი, გისმენთ აბა? 100%-დან 90% ვიზების ხალხს აღინიშნა ეს აღიარების კომისია და კონდა ხალხის რეგისტრაცია შემოდაგიწინ მაგას უარსებობდნენ ხალხმა და იგისრა. ამ ხალხმა ის არის ამბიციებზე დაკაიქება შესაძლებელი მიწიარსაბადი გადასწრები გასახდელი იქნება. ეს ხონდა აუცილებლად წარმოგიდგება რომ კომიტეტზე შორებია ხალხი ამის სოფელში ერთმანეთს გადაეკიდა ხალხი. ზოგადად სერგები და შემოყვა დაიწყო პირდაპირ შემია მეორები წარმოგიდგენს რატომ უზომა ამას. მე არ მაქვს უფლება რომ მინდა თორემ და აბსოლუტურად როგორ ახლა ცენტრალურ რეგისტრაციაზე გაგიყვანოს და ცენტრალურ რეგისტრაციაზე შემოგიხაზოს კაცმა ესეთი ყვაში ძალიან ქაოსური სიტუაცია. და დააკვირდი რა ჩემსოფლში დააკვირდი ასეთი 600-700 კომპანიამდე და დარჩენილი მაქვს მინიმუმი 250 რუბლი საერთოდ შეგაჟებულა.
აბსოლუტურად გეთანხმები და სწორედ აი ჩვენი კითხვებიც პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, რამდენად ხართ ჩართულები სასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვის პროცესში. ხედავ, რომ არავინ არაფერს არ გეკითხებათ. მაგრამ სადავით არაბო, საჩხუბი გახდება თქვენი. და იქნება ალბათ ჩემს კოლეგებსაც აქვს მსგავსი სიტუაციები. თუმცა ეს წარმოგიდგენლები, რომლებიც ზოგადად ამ მიწას ვაზრებს აკეთებენ, ეხლა ყველაფერი პატრონები არიდებოდა იქ. მეუბნებოდნენ, რომ მიწა მაინც უნდა აისოვოს და ჩაეშალოს. და წვლებულმა მოაწეროს ხელი. ხონდა რამოდენიმე შემთხვევა, რამოდენიმე იმას რომ მოაწერე ხელი და მიერეკავს საერთო ესტიდან ერთი ათვლის უკან დაახლოებით ვიღაცა მეუბნება რომ ისაო. ამდენ მიწაზე როგორ დროებით ხელი მოწერფიოს რა ხდება? მეუბნარი აქეთ მეკითხები რა ხდება? როგორ შეიძლება? აქეთ მეკითხებოდა შემაზარვალება, მე ვაწერია ხელი. რომ ვიკითხე რომ რას ვაწერე ხელს, მეუბნება რომ ეს იმიტომ ხდება რომ ეს მიწებიო გამსადებული დახდებაო მე გადავხდეს. თავის დროზე, როდესაც მოუბრუნდება თუ მე ის ჩამოვა იქიდან და ამის რამოდენიმე მოაწერია და დაახლოებით მაგასწრებ. ეს როგორ შეიძლება აქეთ იტყობენ ამას რა არის? თქვენ არანაირ პასუხისგებლობას თქვენ არანაირი პასუხისგებლობა არ უნდა აიღოთ, იმიტომ რომ ეს თქვენი გადასაწყვეტი საკითხი არ არის ამ ეტაპზე. ატონი რომელსაც აყავდა ისეთ მიწებზე მოაწერე ხელი და აისოვოს ეს არაფერს არ ნიშნავს რომ რატომ და მოაწერო არ მოაწერდა კიდე ჯუბის უბრალოდ იქნება მენეჯერის იქნება და ეს არაფერს არ სამოგზო ბატონო ჩვეულებრივად რომ ვიწარო აისოვაო აი ამას დაყობა ნუ სამუშაო რო ჩატარდა იმის დაგესწრება ეს თუ ამას მეუბნება იქიდან შეკითხები რატომ იერეკავს მე სხვა იქ იმაზე რომ პროფესიული არ ზის ვინმე როგორ შეიძლება ეს აი სწორედ რომ არ შეიძლება და ამ ეგრე შუა სამაგერად საუბრობ როგორ მერეკავ მე ასეთი შეკითხვი და მე მეკითხები მე ეხლა რატომ მოაწერე ხელი ძალიან დიდი მადლობა თქვენი პასუხია დამეხმარა მე მითხრა რანცეს პრობლემური საკითხებია ძალიან ბევრი და მოსულები არიან უკვე არა მოსულები არიან როგორ მინდა რომ დიდხანს ვისაუბრო თქვენთან იმდენი პრობლემა და იმდენი საკითხია გადავდოთ ერთი საათი მეორე შეხვედრა და გავაკეთებთ ვიცი ხო ეხლა საათი მიტოვებ მე ახლა ყველა ინფორმაცია აი ამ საკითხზე რაც მინდოდა გამეგო ფაქტობრივად მაინც გავიგე თუ ისინი ვიზიტკები თუ რომელიმე დამატებით გინდა ჩემთან დაკავშირება მე თქვენ მოგცემ ჩემ სავიზიტო ბარათების გარდა აი ამ ორ წიგნზე გარემოზე და ზოონოზე დაავადებებზე თუ შეიძლება მაუკლე აღარ ყოფნის აქ არის ჩემი ტელეფონის ნომრები და მაქვს ჩემი სავიზიტო ბარათები იმის გამო რომ ჩვენ დროში არის კაცო მასშია ჩადებული იმის გამო რომ ჩვენ დროში ვერ ვეტევით ვერ ვაგრძელებთ ამ დიალოგს ვისაც გექნება დამატებით რაღაცა სათქმელი დამირეკეთ მომწერეთ ელექტრონულ პოსტაზე დამიტოვეთ ეს გამოკითხვის ფორმები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვოთ და გითხრათ რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ ისე გული არ გაიგებთ მადლობა გადაუხადეთ ქალბატონ ირმას და როგორც თვითონ ერთი წუთი როგორც თვითონ გითხრათ მასთან არის ეგ საკონტაქტო ის და აი ეს საკითხები შეგიძლია მივაკლებოთ და ვისაც გენებოთ დამიკავშიროთ